ევროპის სახალხო პარტია ევროკავშირსა და წევრ სახელმწიფოებს ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ მიზნობრივი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ამის მიზეზი ქართული ოცნების ბოლოდროინდელი ნაბიჯებია. ევროპის სახალხო პარტია ამბობს, რომ 4 ოქტომბერს საქართველოში მორიგი ყალბი არჩევნები ჩატარდა, რომელსაც ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დაბალი აქტივობა ჰქონდა. მაშინ, როდესაც ქართველი ხალხი აგრძელებს ბრძოლას თავისი თავისუფლებებისა და ევროპული მომავლისთვის, ოლიგარქ ივანიშვილის ქართულმა ოცნებამ 4 ოქტომბერს რეჟიმის ოპონენტების წინააღმდეგ მასობრივი რეპრესიებისა და ძალადობის ფონზე კიდევ ერთი ყალბი არჩევნები ჩაატარა, რომელსაც საქართველოს ისტორიაში ყველაზე დაბალი აქტივობა ჰქონდა და რომელსაც ბოიკოტი გამოუცხადეს ძირითადმა ოპოზიციურმა პარტიებმა. ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან ბოლოდროინდელი დაპატიმრებები და დევნის მუქარა მიზნად ისახავს ხალხის პროტესტის უფლების შეზღუდვას, პროდესავლური ოპოზიციის აკრძალვას და საზოგადოებაში სრული შიშის თესვას. ჩვენ მოვუწოდებთ ქართულ ოცნებას შეწყვიტოს ძალადობა და რეპრესიები და პატივისცეს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს. მოვუწოდებთ ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს დაუწესოს მიზნობრივი სანქციები ბიძინა ივანიშვილს და მის ხელშემწყობ პირებს, რომლებიც მონაწილეობენ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დარღვევაში საქართველოში. ევროპის სახალხო პარტიის კრიტიკულ განცხადებას დღეს ბრიფინგით გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე. მისი თქმით, ყველაზე მსხვილმა ევროპულმა პარტიამ 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე მიტანილი შტურმის ნაცვლად კვლავ ხელისუფლების ქმედებები გააკრიტიკა, რაც ოცნების პრემიერის შეფასებით ევროკავშირის ტრაგიკულ პოლიტიკურ მდგომარეობაზე მიანიშნებს. კობახიძისთვის პარტნიორების განცხადებებს კვლავ ჩალის ფასი აქვს. იმ ფონზე, როდესაც ნაციონალურმა მოძრაობამ და სხვა რადიკალურმა ოპოზიციურმა ძალებმა ქართული ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების დამხობა სცადეს და არაერთ პოლიციელს უმძიმესი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რომელთაგან 2 სიკვდილს ღმერთის ხელობით გადაურჩა, ევროპის სახალხო პარტია არა მოძალადეებისა და ქართული დემოკრატიის სტრების, არამედ ბიძინა ივანიშვილის და მმართველი გუნდის სხვა ლიდერების სანქცირებას ითხოვს. იპიპის ეს განცხადება ქართულ საზოგადოებას საუკეთესოდ ეხმარება იმის გააზრებაში, თუ რა უბედურებამდე მიიყვანა ევროკავშირი სუვერენიტეტის დაკარგვამ და გარედან მართულმა ევროპულმა ბიუროკრატიამ. ამ ფონზე ქართულმა საზოგადოებამ საკუთარ თავს უნდა დაუსვას მარტივი შეკითხვა. ამის შემდეგ შეიძლება თუ არა შესაბამისი სახელმწიფოებისა და ორგანიზაციების განცხადებებს რაიმე ფასი ჰქონდეს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროპის სახალხო პარტია ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას ითხოვს. 20 აპრილს მიღებული რეზოლუციით იპიპი ქართულ ბანკის SWIFT-დან და Visa Mastercard-ის ქსელებიდან გათიშვის მოწოდებითაც გამოვიდა.